შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკვე განხილულია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზიანის ანაზღაურება. ცილის მწამებელს ბრალდების დასაბუთება დაევალება. ამ სიახლეების თანახმად აშევე სასამართლოში ჩარევას კანონი დააზღვევს და ახლებურად დარეგულირდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის მსხვერპლისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. ნინო არღლიანის სიუჟეტი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. კანონი ახლებურად არეგულირებს ცილის მწამებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობას, ანუ მტკიცების ტვირთის სრულად იმაზეა, ვინც სხვის მიმართ ტყუილს ავრცელებს. მოქმედი კანონით კი სასამართლოში თავის მართლება დაზარალებულს უწევდა. ადამიანს, ვისაც წარსულში აქვს მსგავსი ან პოსტი ან განცხადება გაკეთებული, ამ კანონის მიღების შემდეგ თუ შეუძლია რომ გამოასწოროს, რომ აპრიორი არ იყოს ცილის მწამებელი. ასდღიანი ვადა არსებობს, რა ვადაშიც უნდა ჩაეტიოს, ეს ხანდაზმულობის ვადა, უნდა ჩაეტიოს კონკრეტულად პირი, რომელიც თulis რომ დაზარალდა, დაზიანდა ამ განცხადებით და მიმართოს სარჩელით სასამართლოს. რაც შეეხება გამოსწორებას, ეს არის სამოქალაქო დავა, აქ არის მორიგებაზე, ასევე არის მორიგებაზე საუბარი. ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკეთსად მოკლეს, ამ ყოველივეს თანსდევდა ყოველთვის ცილის წამება, მაგალითად სერგო თეთრაძისთვის დაბრალება იმის, რომ ჯაშუშია. პატა ქარდავასთვის დაბრალება იმისა, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა. აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ამ მოხს ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი, ეს მუხლი ჩვენ არ ამოგვიღია. მეოთხე მუხლი არ ამოღებულა შინაარსიდან, საერთოდ არ შევხებივართ მეოთხე მუხლს ჩვენ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებიც, რომელიც ავტორების განცხადებით სასამართლოს გარე ჩარევებისგან აზღვევს. რაც შეეხება მედიას, დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტიკური შოუების თავიდან ასაცილებლად ფოტო, აუდიო, ვიდეო გადაღების ნებართვის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაერთვება. სამწუხაროდ ჩვენ არაერთი ფაქტი გვახსოვს წარსულში და მიმდინარე შემთხვევებიც ბევრია, სადაც სასამართლოში საქმიანობაში ჩარევის მიზნით სხვადასხვა პირები, უცხოელები თუ არაუცხოელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი მიზნები შეასრულონ. ყველა ცდილობს, რომ ერთი შოუ დაიდგას და არ ჩატარდეს სასამართლოს ხდომები. დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება სასამართლოს ხდომის მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა იმ პირთა უფლებების დასაცავად, ვინც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის მსხვერპლია. დეპუტატებმა განიხილეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დამნაშავეს მოპარულის დაბრუნება სასჯელის მოხდის შემდეგაც მოუწევს, ვიდრე მოპარულს არ დააბრუნებს, ქვეყანას ვერ დატოვებს. კანონი გავრცელდება ნათესავებზე გადაფორმებულ გადამალულ ქონებაზეც. ისეთ დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირი, როგორიც არის კურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და სხვათა მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში მექანიზმი იქნება შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედება მსჯავრდებულის ყველა ქონებას, იმ ქონებებს, რომელიცაც უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად მიყენებული ზიანი. დამნაშავეს ექნება ელექტრონული სამარჯვრი, რათა საზღვარი არ დატოვოს. ამაზე იყო საუბარი? ადამიანმა არ გადაკვეთოს საზღვარი, არ მიიმალოს, არ გაიქცეს ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაბამისად სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მას ვალდებულება, რომ ზიანი ანაზღაუროს, კვლავ რჩება. კანონის უკმოქმედებით ძალასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული წესი ხო არ არის დადგენილი? უკუძალა ამ კანონს არ იქნება, რასაც სამართლებრივად უკუძალა ქვია. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესუალური საკითხებია, მათ შორის გავრცელდება მიმდინარე საქმეებზეც. ცვლილება 4 სხვადასხვა კანონში შევა. კანონპროექტი დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.